მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სპორტის დაფა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოში და კერძოდ ლოკომოტივში დაბრუნებული ლევან ყენია, თუმცა მანამდე ეროვნულ ლიგაში განვითარებულ სიახლესთან დაკავშირებით დავით ბანანაშვილი მოგახსენებთ. საღამოშიდობის მოგესალმებით. მთავარი სიახლე გახლავთ ის საქართველოს ეროვნულ ლიგაში, რომ ლევან ხომერიკი ბათუმის დინამოს მთავარი მწვრთნელი აღარ გახლავთ, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა და ამჟამად ხომერიკი ჯერჯერობით არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ეს არის უკლუბოდ არის დავით მუჯირი, ამირან მუჯირი გაწყვეტს მაპატიეთ მის ნაცვლად ბათუმს, როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის დინამო ამ ეტაპზე 12 ტურის შემდეგ 12 გოლით მხოლოდ მერვე პოზიციაზეა. ჩვენ გვახსოვს აი ორი ტურის წინ როგორი სასწაული თამაში წააგეს ბათუმელებმა სახში ამ მომენტებს ხედავთ ამ მატჩიდან გორის დილასთან 2-0 იგებდნენ 94 წუთამდე და საბოლოოდ 2-3 დათმეს ძალიან დასანანი მარცხი იყო და სხვათა შორის ლუკა ისწავლიშო რომ ეს იყო პირველი შეხვედრა ბათუმის დინამოსი რომელიც მშობლიურ სტადიონზე ჩაატარა 10 წლიანი პაუზის შემდეგ ანუ მშობლიურ ქალაქში უბრალოდ ბათუმში და ესეთი მკივნეული მარცხი განიცადა აჭარულმა გუნდმა. მოკლედ აღარ არის ხომერიკი თავკაცი ამ გუნდის, არადა თავის დროზე მოგეხსენებათ ხომერიკი წლების განმავლობაში იცავდა ბათუმის დინამოს ღირსებას და გუნდის ერთ-ერთი ბომბარდირის გახლავთ. ანუ 2014-15 წლებში იგი სამსროლო შტაბში იმყოფებოდა, როდესაც მეორე ადგილზე გავიდა ბათუმი და შარშანდელი მესამე ადგილი რეგულარული სეზონის ბრინჯაოს მედალოსნების სწორედ მთავარი მწვრთნელის რანგში იყო. ბათუმმა ბოლო ტურში სამტრედიასთან დათმო სტუმრად შეხვედრა. ეს პირველი მატჩი იყო სამტრედიასთვის, რომელიც შინ 2-0 მოიგეს და მოკლედ ეს ამბები ალბათ ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა, როგორც ლევან ხომერიკი, ასევე ალბათ ეს იყო მაინც მიზეზი მთავარი. გადავიდეთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე. გამარჯობა ლევან, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირველი კითხვა ასეთი მექნება, რა არის შენი უახლოესი გეგმები, როგორც ვიცი, მცირე ტრავმა კვლავ გაწუხებს და სარეაბილიტაციო პროცესს გადიხარ ახლა. კი, ჩამოვედი დღეს ვიყავი ექიმთან მისული და ხვალიდან ვიწყებ რეაბილიტაციას. სავარაუდოდ თვე-ნახევარი გასტანს ეს რეაბილიტაცია და შემდეგ იმედი მაქვს რომ დავბრუნდები მოედანზე. ლევან, შენ 10 წლიანი განშორების შემდეგ, ასე ვთქვათ, შენ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდი ლოკომოტივს, რომელსაც წელს, როგორც ვიცი, საკმაოდ ისეთი კარგი ამბიციები აქვს, სერიოზული ამბიციები აქვს გუნდს და როგორ ფიქრობ, იმ შემთხვევაში, რაც თუ მალე ჩადექი ფორმაში, რამდენად დაეხმარებ გუნდს და როგორი პირობები დაგვთ ანუ გუნდში? პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხატო ლოკომოტივს მის ხელმძღვანელობას. რომ დამაბრუნეს ლოკომოტივში, ახლა რთული პერიოდი მიდგას, ისევ მაწუხებს ტრავმები და მინდა რომ მალე ჩავდგე ფორმაში და დავეხმარო ლოკომოტივს. ხო, რა შეეხება მიზნებს, ლოკომოტივის მიზანი ახლა ამ სეზონში ალბათ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს გუნდი, მშვენიერი ბაზა აქვს, ბაზაზეც ვიყავი, მშვენიერი სავარჯიშო პირობებია, მოედანი მშვენიერია და ასე რომ ყველაფერი კარგია. ანუ მაღალ მიზნებში ლევან სავარაუდოდ გულისხმობ საპრიზო სამეულს, ხო? ну სავარაუდოდ კი ახლა ჩემთვის მე სადაც მითამაშია ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვი, თავი არასდროს არ დამიზოგავს და ჩემთვის ეს იქნება რომ დავბრუნდები აუცილებლად მიზანი. შენ ტრავმებზე ისაუბრე, რა თქმა უნდა, ეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, შენ ძალიან ხშირად სამწუხარო ტრავმიანობ. ბოლოს იყავი პრაღის სლავიაში, რომელიც, ახლოს არის ჩემპიონობასთან ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში, ორი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს და ორი ტურია დარჩენილი. აი ეს მონაკვეთი რო გაიხსენო პრაღის სლავიაში შენი ასპარეზობის და თვითონ გუნდში როგორი მდგომარეობა იყო? ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს 2 წელი. სლავიაში მშვენიერი სტადიონი, მშვენიერი ატმოსფერო, სასწაული ფანები. და რავი, ამ სეზონში ერთი თამაში მომიწია სამწუხაროდ ჩემპიონატში, 5 თამაში პლეი-ოფში ევროპა ლიგის. შემდეგ აი ტრავმა მივიღე და ანდერლეხტთან მიიღო თუ ანდერლეხტთან თამაშის წინა ვარჯიშზე მივიღე და იმის მერე არ მითამაშია. რავი, ძალიან გამიხარდება თუ სლავია ჩემპიონი გახდება, მეც რაღაც პატარა медали შემხდება ნატეხი. რა თქმა უნდა, ლევან, არაერთ გუნდში გავს თამაშები, ჩვენ აღნიშნეთ რომ ბოლოს პრაღის სლავიაში იყავი, თუმცა გავიხსენოთ თავარი შენი გუნდი, ასე ვთქვათ, ტრანსფერი თავის დროზე გელზენკირხენის შალკენ ოლოთში. აი იმ პერიოდს როგორ გაიხსენებდი და როგორ ფიქრობ, რამ შეგიშალა ხელი რომ გუნდში არ დარჩი? ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ყველაზე სასიამოვნოდ მახსენდება, ნაკრებში ვითამაშე, მაშინ 16 წლის ვიყავი, შემდეგ გადავედი შალკეში, სასწაული ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი სტადიონი, სასწაული გულშემატკივრობა და რავი, ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. პირველი თქვენს ნაკრებში გატანილ გოლებს ხედავს ახლა ეკრანზე. კი, ეს პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება. სამწუხაროდ ტრავმის მერე არ მომეცა საშუალება, რომ ნაკრებში თავი დამემკვიდრებინა იმ დიდი ტრავმის შემდეგ, მაგრამ ვცდილობ, რავი, ჩემს საუკეთესოს. ესტონეთთან თამაშის კადრები. კი, ეს არის ჩემი მე მგონი პირველი გოლი ნაკრებში და
შალკეს რაც შეეხება პირველი თამაშები, კარგად აეწყოთ 18 წლის ვიყავ მაშინ სასტარტოში ძირითადად თამაშობდი. ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო, ეს ფეხბურთელები ახლა დიდ გუნდებში თამაშობენ. სამწუხაროდ ტრავმა მივიღე და მე ნაჩქარები რეაბილიტაცია და მე უკან წავიდა ჩემი კარიერა, მაგრამ რას ვიზამთ ხდება ხოლმე და ხდება ხოლმე, მაგრამ ძარწმუნებული ვარ იმაში, რომ შენ შეძლებ აი ამ რეაბილიტაციის კურსის წარმატებით გავლას და ლოკომოტივს საკმაოდ სერიოზულ დახმარებას გაუწევ კიდევ ერთხელ უელსთან ნაკრებში წინააღმდეგ გატანილი გოლის შემოგთავაზეს ჩვენ რეჟისორებმა. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა ლევან დაგისვა. აკვირდებოდი ალბათ უცხოეთიდანაც, მაგრამ აი აქ რაც ჩამოხვედი, იგრძნობა თუ არა და ატყობ თუ არა საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგას წინსვლას, ან ცოტა თუ არის? კი, ახლა სახლიდანაც გერმანიაში ვცხოვრობ და სანამ რეაბილიტაციის პერიოდს გავდიოდი, ვაკვირდებოდი საქართველოს ჩემპიონატს პირდაპირ ტრანსლაციები, რაც ძალიან მომწონს, ცოტა ამაღლდა ხარისხი ტრანსლაციების და მე აქ რო ჩამოვედი დავესწარი ორ თამაშს დინამოსთან, დინამო ლოკომოტივი და ლოკომოტივის საბურთალოს დავესწარი. დინამომ ძალიან კაი შტაბილობა დატოვა ჩემს ახალგაზრდული და აგრესიული გუნდია, ლოკომოტივისგან უფრო მეც ველოდი, მაგრამ არა უშავს ეს თამაში წავაგეთ. საბურთალოსთანაც უყურე თამაშს, კაი თამაში იყო. დონე ასე თუ ისე გაზრდილია, ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და უფრო ტემპი რო უფრო გაიზარდოს თამაშის, ალბათ სასურველი იქნება. ახალი ფორმატზე რასით განო ეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი და ეს? კი, ეს მისაღები ფორმატია ჩემი აზრით, იმიტომ რომ პატარა ქვეყნებს ახლა ძირითადად 10 გუნდიანი ჩემპიონატებია, ესე 4 წრედ ტარდება ხოლმე. ავსტრია როა იყო ახლა მე მგონი შვეიცარია. ესეთი ისენია და უფრო დაძაბულობა ჩემი აზრით მოიმატებს, იმიტომ რომ თანაბარი გუნდები იქნებიან, თანაბარი ძალის გუნდები და აი იმედი მაქვს, რომ ბოლო პერიოდში უფრო დაიძაბება თამაშები და აი მინდა რომ ცოტა გულშემატკივარმა მოიმატოს სტადიონზე, დინამო სტადიონზე მე მგონი არ ვიცი ახლა ზუსტად რამდენი გულშემატკივარი იყო, მაგრამ ერთი მხარე ოდნავ შევსებული იყო. ეს უკვე რაღაც გვეამაყება და გვიხარია ხოლმე. რა არის ლევან ამისთვის საჭირო შენი გადასახადი რომ გულშემატკივარმა იაროს სტადიონზე, იმიტომ რომ ურთიერთ გამომრიცხავია ფეხბურთელები აცხადებენ რომ თუ გულშემატკივარი არ მოვა იმ თამაშს რა ფასი აქვს, მაგრამ გულშემატკივარები რაზე მივიდევა აი ამას ამბობ და რას უყურო და აი ამას ეს დიდი პროცესია და ეხა ეს პროცესი სულ უკან მიდიოდა ადრე ხა მახსოვს ჩემ ბავშვობაში უფრო ხალხის დასწრება იყო, მე ნელ-ნელა უკან წავიდა და ბოლო პერიოდში უკვე ძალიან საერთოდ მე რომ მივდიოდი უკვე ძალიან ისეთი დონე იყო. მე განსაკუთრებით თბილისზე იყო. რეგიონებში ასე თუ ისე ავსებენ სტადიონს. ხა წინაკვირას მომიწია გოვლიდან რეპორტაჟი წაყვანა და დილა დინამოზე თითქმის შევსებული იყო. იგივე სამტრედია ავსებს ტრიბუნებს და ასე შემდეგ. აი თბილისში არის ერთადერთი ეს პრობლემა. ხო, ეს პრობლემა არ ვიცი ახლა როგორ უნდა გადაიჭრას, რაც მე ფეხბურთელის სიტუაციიდან გამომდინარე გეტყვი, ალბათ ფეხბურთელი ბოლომდე რო დაიხარჯება და ფეხბურთელსაც ის რო ექნება ატმოსფერო რო ბოლომდე დაიხარჯოს, ჩემი აზრით სანახაობილი თამაშები რო წავა და უკვე დაძაბულობა რო იქნება ჩემპიონატში, მაყურებელიც ალბათ მოვარ სტადიონზე. ზოგადად ალბათ ფეხბურთელების დონეც და ის სახელები, ვისაც იცნობენ ქართველი გულშემატკივრები, რაც უფრო მეტი იქნება, თუნდაც თქვენ ახლა ლევან ყენია, როდესაც ჩამოხვედით და ალბათ ესეც მიიზიდავს უფრო მეტად მაყურებელს ტრიბუნებს. დრო გვაჩვენებს ყველაფერს, რა თქმა უნდა, რაც უფრო ლეგიონერები ჩამოვლენ და რაც უფრო ლეგიონერებიც და ეხა ეს ნაკრების ფეხბურთელები ყველა საზღვარგარეთ თამაშობს, რა თქმა უნდა, კაი გუნდებში თამაშობენ, უკან თუ დაბრუნდებიან, ესეც სასურველი იქნება, ეს ყველას გადასაწყვეტია თვითონ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასწრება მოიმატებს სტადიონი. ძალიან დიდი მადლობა ლევან, სამწუხარო დროში ვარ შეზღუდულები, მადლობა რომ მოიცალე და მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ლევან ყენია, გახლავთ ჩვენი სტუმარი, ლევან ჩვენ რა თქმა უნდა მალე გამოჯამრთელებას და წარმატებას უსურვებთ. დიდი მადლობა, კარგად. მადლობა ლევან სტუმრობისათვის. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ რაგბის დიდი 10-ის ფინალის წინ გამართულ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე. ეს გახლავთ სოციალური პროექტი ჩაერთე რაგბში. ვიხილოთ სიუჟეტი ამ ღონისძიების შესახებ და დავბრუნდეთ შემდეგ პირდაპირ ეთერში. 14 მაისს დიდი 10-ის ფინალი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, თუმცა მანამდე ამავე სტადიონმა არანაკლებ საინტერესო სარაგბო ღონისძიებას უმასპინძლა. ჩაერთე რაგბიში საერთაშორისო პროექტია, რომლის ქართული ანალოგიც 2016 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია, რომ სკოლებში დამწყებმა სპორტსმენებმა ისწავლონ თუ როგორ ითამაშონ რაგბი, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და განივითარონ პიროვნული თვისებები. ჩაერთე რაგბის სარდე ეტაპზე უმნიშვნელოვანესი და მთავარი მიზანია, რომ მოთამაშეები და ბავშვები, ანუ ჩართული პირები პროექტში
გახდნენ გამზიარებელი რაგბის ფასეულობების და თვითონაც გახდნენ ამ ფასეულობების მატარებლები. ასევე რა თქმა უნდა ითვალისწინებს რაგბის სხვადასხვა სათამაშო პრინციპების და სხვადასხვა უნარების დახვეწას და მათ გაცნობას მოსახლეობასთან. ბავშვები ერთმანეთს ეგრეთ წოდებულ თაგ რაგბიში ეჯიბრებიან, რომელიც რაგბის უკონტაქტო სახეობაა. ასე რომ მსგავსი ფესტივალები საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ბავშვებმა რაგბით სიამოვნება მიიღონ და გაიზარდონ მოთამაშეებად უსაფრთხო და სახალისო გარემოში. თაგ რაგბის მიზანია, ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ ეტაპზე, ცადე ეტაპზე, რომ მოთამაშეებმა შეძლონ და მოძებნონ სივრცე. არ ვითარებს ზუსტად იმ უნარს, რომ რაგბი არ არის მხოლოდ დატაკების და შეჯახების სპორტი, არამედ ეს არის არიდების სპორტი, მოთამაშემ უნდა შეძლოს როგორმე აირიდოს კონტაქტი, მოძებნოს გასაქცევის სივრცე და დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ქულა, გაიტანოს ლელო. ზუსტად ამ უნარს ანვითარებს თაგ რაგბი და ჩვენი სასკოლო ფესტივალი აძლევს იმის საშუალებას მოთამაშეებს, რომ უფრო ლაღად სივრცეში იმოძრაონ და აირბინონ. პროექტში წლის მანძილზე 118 სკოლა ჩაერთო, თუმცა მათგან გუნდი ფესტივალებზე 53-მა გამოიყვანა. ისინი მონაწილეობას იღებდნენ დასკვნით დღემდე ჩატარებულ ტურნირებში. პროექტის ბოლო დღეს კი თაგ რაგბიში ერთმანეთს 8 საუკეთესო გუნდი შეეჯიბრა. მატჩები ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. ტაიმის ხანგრძლივობა 5 წუთი იყო და პრაქტიკულად მინიმუმამდე იყო დაყვანილი სათამაშო პაუზები. ორივე გუნდს 5 შეტევის შანსი ჰქონდა ლელოს დასადებად. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ გუნდებში თამაშობდნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. ფესტივალის ბოლო შეხვედრა დიდიათის ფინალური მატჩის ტაიმებს შორის ჩატარდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა. ამის შემდეგ პროექტის ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს ყველა მონაწილე გუნდი და დაასახელეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშეები. ფესტივალის მხოლოდ დასკვნითი დღის ყურების დროსაც კი აშკარად გამოჩნდა, რომ მოსამზადებელ პერიოდში ინსტრუქტორების დახმარებით ბავშვებმა დიდი ხალისით მოახერხეს რაგბის ფასეულობებისა და ძირითადი სათამაშო პრინციპების აღქმა. 53 სკოლა ეს მხოლოდ დასაწყისია და იმედია პროექტში მომავალი წლიდან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ბევრად მეტი სკოლა ჩაერთვება. გაიმართა მეორე შეხვედრა NBA-ში, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, Golden State Warriors-სა და რა თქმა უნდა San Antonio Spurs შორის, რომელიც კვლავ Golden State Warriors-ის გამარჯვებით დასრულდა, მათ ისე ძალიან აღარ გაჭირვებიათ გამარჯვების მოპოვება, როგორც პირველ შეხვედრაში 100-126, ესეთი იყო საბოლოო ანგარიში და არც ერთი წამით Spurs-ი წინარ ყოფილა, რაც არის უიშვიათესი შემთხვევა პლეი-ოფის სტადიაზე განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ვერ მიიღო მონაწილეობა კავაი ლეონარდმა ამ მატჩში და კავაის ტრამვას თუ ახდენებთ, ისიც ვთქვათ, რომ ზაზამას ტრამვა მიიღო მცირე ამ შეხვედრაში. ძალიან ცუდად დაადგა ფეხი ჩვენ ნაკრების კაპიტანმა, აი ნახეთ უკვე ამ გამეორებიდან გამოჩნდება, წინა გამეორებაზე გამოდის, ჩატენა ბურთი მიატენა თავზე ხა დანიგრის და აი ნახეთ როგორ დაარტყა, ჯერ ერთი მერე მეორე ფეხი და აი მარცხენა ფეხი ცუდად გადაუტრიალდა. 6 წუთის გასული იყო ის პარკეზე, 6 წუთი ითამაშა ჯამში და მოასწრო 4 ქულის და 2 მოხსნის გაკეთება ჩვენ ნაკრების ლიდერმა. თუმცა როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მაინც და მაინც სერიოზული არ არის ეს ტრავმა, რენტგენზე გადაუღეს, ასე ვთქვათ, ეს კოჭი და მე მგონი, როგორც ვარაუდობენ უკვე San Antonio-სთან უკვე გასული შეხვედრაში, ის შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას. უშუალოდ რომ დაუბრუნდეთ ლუკა ამ მატჩს რა შეიძლება ითქვა, შენ ახსენე რომ ერთი წამითაც არ ყოფილა San Antonio წინ და არ ვიცი, ხა 36 ქულა პოპოვიჩის გუნდს მოუგო, წარმოიდგინე არ არის, მიუხედავად იმისა რომ კავაი ლეონარდი არ ყავდა, მაინც ძალიან ისეთი ნაკლებად დამაინტრიგებელი თამაში იყო და მე ძალიან დიდი სურვილი მეოქრო, ესე არ გაგრძელდება ეს სერია და შედარებით დამაინტრიგებელი გახდება, ვინაიდან ორი მატჩი უკვე ტეხასშია, San Antonio-ში და იმედია AT&T ცენტრში უკვე ცოტა გონს მოიგება, თან კავაი ლეონარდის დაუბრუნდება ეს საუბარში. სტეფ კარიძეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ 29 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა პლეი-ოფში უფრო და უფრო უმატებს სტეფ კარი და ძალიან კარგ შედეგს ანახებს და ყალიბდება კვლავ გუნდის ლიდერად, სულ იყო იმაზე საუბარი, როდესაც დურანტიც გადავიდა Golden State-ში თუ ვინ დარჩებოდა, ასე ვთქვათ, გუნდის მთავარ დამწმელ ძალად და ეს შიდა კონკურენციაც გონი ხელს უწყობს Golden State-ს, რომ ესეთ მაღალ დონეზე ითამაშოს. დაინაწილებენ, არ არის პრობლემა, ხან კარი, ხან დურანტი, შეიძლება თომსონსაც წაუვიდეს ისეთ სროლები და ორივეს გადაასვეს. ეს პრობლემა ნაკლებად იქნება სტივ კერის გუნდისთვის. აი შენ ახსენე რომ კარი ძალიან მოუმატა პლეი-ოფში, აი მოუმატება თუ არის მოუმატა, ლებრონ ჯეიმსმა აღმოსავლეთ კონფერენციაში კლივლენდ კავალიერსის ლიდერმა 34.4 ქულა აქვს, საშუალოდ 9 მოხსნა და 7.4 პასი წარმოიდგინეთ თითქმის სამაგიდублე პლეი-ოფში თან. სერიოზული სუპერფინალური სერია გველოდება, შეიძლება ჩვენ ცოტა ვასწრებთ სუპერსტარულ მაყურებლებო მოვლენებს წინ და ახლა
ყველაფერი ხდება სპორტში, მაგრამ დიდი არის ალბათობა, რომ Golden State-ი Cleveland-ის შარშანდელი სუპერფინალური სერია განმეორდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ Cleveland-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია Boston Celtics-ის წინააღმდეგ არ დაუწყია. ნუ LeBron James-ი ახსენე შე, რომელსაც უკვე სხვა გამოცდილება დაუგროვდა და კარგად ანაწილებს სეზონის მანძილზე, ძალებს აღარ არის მისი სამიზნე, ასე ვთქვათ, რომ გახდეს რეგულარული სეზონის MVP, საუკეთესო მოთამაშე და უფრო პლეი-ოფისთვის ინახავს თავს, ძალიან კარგად ჩანს ეს კავალიერში. ფინალში პრაქტიკულად გადაწყვეტილია უკვე რომ Golden State Warriors-ი და Cleveland Cavaliers შეხვდებიან ერთმანეთს. ნუ ძალიან დიდწილად ყოველ შემთხვევაში მაინც არ უნდა გავასწროთ ეს ცალსახად მოვლენებს. ჩვენ დღევანდელი გადაცემის ბოლო თემა ეს არის ძიუდო. დღეს თბილისი მოულში გაიმართა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ძიუდოისტებს შორის, ანუ ახალგაზრდა ჭაბუკებს შორის. აქ მიიღო მონაწილეობა 7 გუნდმა: შევარდენი, დურმიშხანი, ლიდერი, ოლიმპი, სამურაი, პატარა კახი, ვიპ ძიუდო და ლომ ჭაბუკი. აი ამ გუნდებმა იასპარეზეს დღეს ტურნირზე, საკმაოდ საინტერესო განვითარდა და უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ მეხუთედ ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა შევარდენი 2005, რომელმაც ფინალში დურმიშხანის გუნდი დაამარცხა და გახდა კიდეც ტურნირის გამარჯვებული. ჩვენ ახლა შეგვიძლია კომენტარებიც მოვისმინოთ. ყოველ წელიწადს რაღაც სიახლე შემოგვაქვს, თვითონ ფაქტი აქ რო ვატარებთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით ბუნებრივია ძიუდოს პოპულარიზაციას ხელს უწყობს, თუმცა მოხარულებია თუ დონე საგზნო ლაფტიზდება თუ შევატარებთ სხვა შეჯიბრებს, როგორც სპორტსმენების, ასევე მცველების და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოგვითას მომავალში. ძალიან სასიხარულოა ეს, რომ ასე გაფასებენ შენ ქვეყანაში და შენი სახელობის ტურნირი ტარდება. რაც შეეხება ტურნირს და ტურნირის სიძლიერეს, ძალიან კარგად მიმდინარეობს ტურნირი, ძალიან ძლიერი ტურნირი გამოვიდა. ძალიან კარგი ახალგაზრდები არა, მე ვიმედოვნებ, რომ ამათგან საქართველოს ძალიან ბევრი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გაიზრდება. მიულოცოთ შევარდენს გამარჯვება ზედიზედ მეხუთე და გეტყვით, რომ დღეისათვის ეს იყო ბოლო სპორტული სიახლე. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით. ნახვამდის.